ბიზნეს პარტნიორები არიან ესენი და რაც სოლქმარი თქვენი. კი ბატონო, პირველ რიგში ბიზნეს პარტნიორები ვართ. და ამ ჩემს პასუხს პატარა აჟიოტაჟი მოყვა, რის გამოც რამდენიმე კლიენტმა პირად შეტყობინებაში მომწერა და დაიბლოკა კიდეც. კარგს რას დაწერდნენ? ახალი თაობა ბიზნეს სიყვარულზე ზემოთ აყენებს. ხო მიცით რომ მსგავსი საუბრით ვეღარასდროს დამაკომპლექსებთ. მოდით პირდაპირ გიპასუხებთ. კი, ელისო ჯერ ჩემი ბიზნეს პარტნიორია და შემდეგ უკვე მეუღლე. ეხლა გიხსნი რატომ ვაყენებ ბიზნეს პირველ ადგილზე. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს შენთან. აბა რომ არ დავაყენო, ამით უკეთეს ვის გავუკეთებ? ახლა აგიხსნი დეტალურად რატომ უნდა დააყენო შენი საკუთარი თვით რეალიზაცია პირველ ადგილზე. პირველი, არც ერთ ხალხს არ სჭირდება არარეალიზებული ქლიავი. თუ საკუთარ საქმეს არ დააყენებ პირველ ადგილზე, მეუღლეს მალევე მობეზდები ტრაკზე ჯდომით. მეორე, თუ თვით რეალიზაცია არ იქნება პირველ ადგილს დაიკავებს მავნე ჩვევები. აბა რამეთი ხო უნდა გაერთო ცხოვრებაში? წახვალ იდიოტ დეგენერატ ძმაკაცებთან ერთად დალევ ლუცს, ან მოწევ მარიხუანას ბულბულატორში. მესამე, ყველაზე ტრაგიკული, თუ შენი საქმე არ არის პირველ ადგილზე, შენი ოჯახი ცხოვრობს დეფიციტში, რის გამოც განიცდის გაუსაძლის სტრესს. და ეს ყველაფერი არის მხოლოდ შენი ბრალი. იმიტომ რომ არ დააყენე თვით რეალიზაცია პირველ ადგილზე. მე რომ ჩემი საყვარელი საქმე არ დამაყენებინა პირველ ადგილზე, ელისო არასდროს იქნებოდა ჩემთან. როდესაც კითხე, რატომ ამირჩია მე? მან მიპასუხა, იმიტომ რომ ვხედავდი თუ რა გინდოდა ცხოვრებისგანო. დასკვნა შენეთ გამოიტანე და თუ გინდა ჭაობში დარჩენა, დარჩი ჭაობში. წარმატებებს გისურვებ.